ჩვენ ყავ ეთერში ვიმდები, ჩემო გვერდთან მეორე სტუმარი, ალაშა ქოიავა, სამხედრო ექიმი, ბატონლაშა, დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო დიდი მადლობა და პატეჟებისთვის. ჩვენთან სულ ახლა გავრცელდა ინფორმაცია შევიტყვეთ, რომ ნატოს წევრმა 5-მა ქვეყანამ, ეს არის პოლონეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ხოსურათ მომლიეტოვა კი ლატვია და ესტონეთი ამ 5-მა ქვეყანამ გადაწყვიტა რომ საზღვარი რუსეთთან დანაღმოს. ნუ ძალიან საინტერესოა ალბათ ამ გაქანებული დრონების და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით ეხა ტანკებით ვიღა ომობს ამას აჩვენებს რუსეთ-უკრაინის ომიც რაღაცა მხრივ და ამას აჩვენებს უკრაინის შეღებულების მიერ ჩატარებული ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ისრაელისა და ირანის დაპირისპირება, სამხედრო დაპირისპირება, რას ემსახურება, აი ეს რასულა არის ეს და ამას გარდა მე მინდა ვისაუბროთ შეცვლილ თვისებრივად შეცვლილ ომებზე უკვე 21 საუკუნეში, ხო? მე მაქვს ჩვენ საზოგადოებას კიდევ აი რაც რა ვიცი ფილმებში გვინახავს ისტორიაში ხმალ და ხმალ რო იბრძოდნენ და რაღაც ეს ქართველებს ეკარგებოდა ხო აი რო ხმალ და ხმალ რაღაც ასეთი ბრძოლა არის და არ არის უკვე ხმალ და ხმალ ბრძოლა ეს არ არის და უამრავი ტექნოლოგია ჩართული ეს არის ნუ თანამგზავრები დრონი კიდე უამრავი რა რასაც არანაირი კავშირი არ აქვს სიმამაცესთან და თავგანწირვასთან შენ დარჩები ლეგენდა თავგანწირული ვერც კი გაიგებს ვერავინ თუ რამეზე აფეთქდი ჯვარისწერია ყველას და დავიწყოთ აი ამ ხუთეულის ამ და შემდეგ აი ამ თანამედროვე პირადი მამაცობა ცალკე გამოჭრილი მეომარი დამთავრდა ჯერ კიდე ინგლისა-ფრანგეთის 100-წლიანი ომის პერიოდში. ეს ფრანგებს ჰქონდათ ჯერ დარჩენილი კიდე რომ ცალკე რაინდი გაიჭრებოდა და დაეტაკებოდა ბრიტანელების ხას ზოლს იქვე იკაფებოდა და რაღაც დროის განმავლობაში ითვლებოდა, საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ითვლებოდა რომ აი რა მაგარი მეომარი იყო და იქ დაიღუპა და ბოლოს მეფემ ფრანგების მეფემ აგზალა და ვინც ეგრე გაიჭრება თუ დაბრუნდა ცოცხალი მე ჩამოვახშტოფო მაგანაც გააკეთა ზოლი და იქ ცალკეული მებრძოლის მამაცობა და რაღაც გულანთებულობა ნელ-ნელა ჩაცხრა და ნელ-ნელა ჯარი გადაიქცა ისევ იმ მანქანად რომელიც იყო რომში. და როგორც უნდა იყოს ალბათ ჯარი. რასაკროილა ჯარი არის მანქანა. რა თქმა უნდა. რასაკროილა ცალკეული პიროვნების რაღაც განსაკუთრებულ თვისებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ომი იცვლება და ძალიან საინტერესო მომენტია რომ ეს ომი იცვლება თანდათან ამართლებს ფანტასტა ეს რაც გვაქვს და ჟულ ვერნის დაუშვათ ეს ხო წყალქვეშა ნავი რომელიც ფანტასტიკა იყო და ვერც წარმოედგინა ვერავის რაღაცა მსგავსი იქნებოდა და ჩვეულებრივი ეს არის საბრძოლო მანქანა არის სავსეა ფინავი ხალიჩა ჯადოსნური სარკე გიგენაცოლი კოსმოსში დაფრინავენ და კოსმოსიდან იმართება და დაზვერვის 80% არის კოსმოსური ხომალდი კი ომი შეიცვალა ძალიან შეიცვალა ეს აჩვენა უკრაინამ ეს უპილოტო საფრენი აპარატები და აგერ იქში დგას უკვე ხელოვნური ინტელექტი რომელიც აგრეთვე გავა ბრძოლის ველზე კი და რობოტები რა მარტო იქ ის რაღაცა ქალის ფუნქციას სახში თუ კაცის და რაღაც ყავის მიმტანის ფუნქციას შეასრულებენ ეს მიდის აქეთკენ რობოტები ხელოვნური ინტელექტია დიახ ნელ-ნელა ეს უპილოტო საფრენი აპარატები დრონები ნელ-ნელა ითვისებენ ამ ხელოვნური ინტელექტის რაღაც ელემენტებს ინერგება მასში, ეს ალბათ რაღაც ექსპერიმენტის დონეზე ჯერჯერობით, მაგრამ საბოლოო ჯამში დაინერგება. რასაც საკმაოდ ხშირად ილონ მასკი აპროტესტებს, რომ ამ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა შეჩერდეს, შეფერხდეს და უკეთესად დამუშავდეს, ყოველ შემთხვევაში დღევანდელ პირობებში არსებულ ხელოვნურ ინტელექტს საკმაოდ ეწინააღმდეგება ილონ მასკი, იმიტომ რომ თუ ჩვენ მივიღეთ ეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც არ არის კონტროლირებადი და გავიდა კონტროლის ქვეშ შეიძლება ადამიანზე უფრო გაცილებით სწრაფად აზროვნებდეს. შეიძლება კი აზროვნებს ჩვენზე სწრაფად. არა, მთლად იცი რაშია, აბსტრაქტული აზროვნების უნარი არა. არა, აბსტრაქტულის არ აქვს, მაგრამ აი ესეთ სამუშაო შესასრულებელი. მათემატიკა. კი, აი ძალიან სწრაფად ეძებს ინფორმაციას გიხრის და შენ მევროდ აკარგავ. ჯერჯერობით ეს არის სუფთა მათემატიკა. კი ბატონო. ალგორითმია ეს რა პროგრამა. ღმერთმა არქნას გახდეს ფიზიკა რა, როდესაც აბსტრაქტული აზროვნების უნარი არის საჭირო. ამბავი იქნება. მერე იქნება ის ფანტასტიკური ფილმები, სადაც ადამიანი ეომება რობოტებს. მაგრამ დაუბრუნდა ჯერ დედამიწა დღევანდელ დღეს. სანამ იქამდე არ მივსულვართ, კი ბატონო. მე ვერ გეტყვი რატო დანაღმეს, მაგრამ ერთი რამე არის, ხშირად მithქვამს ეს მგონი ამ ეთერშიც მithქვამს რომ თუ
მელიტონ კანტარი არ მივიდა დროში არ დაარჩა მოგებული არ არის მელიტონ კანტარი უნდა მივიდეს დროში დაარჩოს თქვა ჩვენ მოვედით აქ და მაშინ არის ომი მოგებული ნებისმიერ შემთხვევაში ქვეითი ჯარი უნდა მივიდეს დაპყრობილ ტერიტორიაზე ან განთავისუფლებულ ტერიტორიაზე თუ ჩვენ გამარჯვება დამარცხების კონტექსტში ვლაპარაკობთ დიახ რა საკურველია ეხლა კი სასწაულები ხდება მაგალითად ეხლა ირანის გამარჯვებას ზეიმობს და ისრაელიც და ამერიკაც ყველა გამარჯვებული ანუ 2008-ში ჩვენს ზეიმობდით გამარჯვებას დიდი მემართალია ჯერ კიდე იქ ვიყავი შიდა ქართლში ვიყავი როდესაც დიდი ზეიმი გაიმართა და კონცერტი რუსთაველზე მაგრამ ნუ ხო გაიმართა ხო ზეიმობდით მე ლავროვმაც ისკო ამას უკვე ჩემი ყურით უსმენ ლავროვმა თქვა რომ ყველა ქვეყანა თავის დამარცხებას სხვადასხვანაირად აღნიშნავს რა ცინიკური გამოსვლა ჰქონდა. მაგრამ ნუ იზეიმეთ ჩვენც, იზეიმა მოსკოვმაც. თუმცა ახლა დავცინით ირანელებს, რომ ზეიმობენ და როგორი ბნელებია, იმათ ინტერნეტი არა აქვთ. აქ ისეთი მომენტი არის, იცი ირანმა რამდენად წააგო ის, იმიტომ რომ მიზანი იყო ირანის ბირთვული პროგრამის გაჩერება. ხო? იქ არ იყო მიზანი დაეპყროთ ირანის შეეცვალათ მთავრობა რაღაც სასწაულები გაეკეთებინა, რეპრესიები ჩაეტარებინა და ასე შემდეგ. იყო გაეჩერებინათ ირანის ბირთვული პროგრამა. ისრაელის ცნობით ის ფიზიკოსები, რომლებიც მუშაობდნენ ამ პროგრამის განვითარებაში თუ გაზრდით ჩამოყალიბებაში, ზუსტი ტერმინი როგორ თქვა, ანუ ბირთვული იარაღის შექმნაში ვინც მუშაობდა ფიზიკოსი, ისინი იყვნენ განეიტრალებული. მათ შორის სამი რუსი, რამდენიც ვიცი. ამას ცნობილია. მაგრამ ირანმა გამოაცხადა, რომ არ არის ამერიკელების მიზანი მიღწეული და ისრაელის მიზანი და ჩვენი ბირთვული პროგრამა გრძელდება. ასე რომ აი ამ კონტექსტში ეს თუ სიმართლეა, მაშინ მათ ფაქტობრივად გაიმარჯვეს. შეიძლება შევადაროთ იმას, როდესაც ხუსეინმა დააყენა მინდორში გაბერილი ის რეზინის გასაბერი ტანკები და ის დაიბომბა. მომენტი იყო, რომ მისმა ტექნიკამ მისი ტექნიკა გადარჩა და ამ მომენტში ის ასკრული გამარჯვებული იყო. რა ხდება ირანში ამ დრო განახებს? რა სულ რამდენიმე თვე იქნება საჭირო იმისთვის, რომ გავარკვიოთ ისინი მუშაობენ კვლავ ამ ურანის გამდიდრებაზე თუ ვერა. თუ აღარ მუშაობენ ესე იგი ეს თვალთმოქცობა იყო გამარჯვების ზეიმი, მაგრამ თუ მუშაობენ, ესე იგი თვალთმოქცობა შეცდომაში იყო შეყვანილი ისრაელი და ამერიკა. ასეთ შემთხვევაში რასაკვირველია რეიდი გამეორდება. რამდენიც ვიცი, ის 4 ფლოტი, რომელიც ფლოტი ითვლება ავიამზიდი თავისი დამცავი და მხარდამჭერი გემებით. ეს ცოტა არ არის, მართლა ერთი ფლოტია, ყველაზე ცოტა 10 გემი უდგას ერთ ავიამზიდ წყალქვეშა გემების ჩათვლით. ეხლა იქ ირანის სანაპიროსთან იდგა 40-დან 50-მდე საბრძოლო ხომალდი. ცოტა არ არის. ჯერ წამოსულები არ არიან, ასე რომ ირანს საზეიმოდ თლად საქმე არ აქვს. და თუ წამოვიდნენ ნებისმიერ დროს დაბრუნდებიან, ასე რომ ვერანაირ შეუშლის ხელს. ისევ დაუბრუნდეთ დაკითხო და ამ ფონზე ისინი ნაღმავენ საზღვარს. ამ ფონზე ისინი ნაღმავენ საზღვარს, იმიტომ რომ ისინი ელოდებიან ხიფათს რუსისგან. ხო, მაგრამ რუსეთი და აი არ ვიცი, აი ლოგიკურად უკრაინა რატომ უნდა გასაგებია? რატო? იმიტომ უნდა რომ აღიქვამს თავის ნაწილად კიდევ იმეორებს თოთ ერთი ხალხია რომ ნატო იქ არ გაფართოვდებოდა, ასე ამბობს ყოველ შემთხვევაში. პოლონეთი რუსეთის ნაწილიაო და ფინეთი, თუმცა იყო იქ მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ შეიჭრა ხო? დაწყების წინ არა, ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დაწყება. ხო, დაწყება ხო, ანუ მეგულისხმობ 41 წლამდე შეიჭრა. 41 წელს დაიწყო გერმანია-რუსეთის ომი, მოკავშირე სოციალისტურ ბანაკში მოხდა განხეთქილება. 41 წლამდე მაშინ ესე ვიტყვი. მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 39 წელს, კი ბატონო, მე ამში 41 წლამდე. რუსეთისა და გერმანიის და შემდეგ რუსეთის შეჭრით პოლონეთში. ფინეთში, იმიტომ ის ტერიტორია სტრატეგიულად სჭირდებოდა. აი ეს ფინეთი იყო მერე. კი.
50 მერე? არა, 39. პოლონეთის შემდეგ 41 წლამდე. კი ბატონო, 39 წელს იყო ფინეთი. პირველი იყო ისა პოლონეთი იყო, რითაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, თუმცა უფრო ეს კვალიფიკაცია ალბათ არ ვიდაოთ ამაზე. შემდეგ იყო საბჭოთა კავშირი შეიჭრა ფინეთში და შემდეგ 41 წელს გერმანია შეიჭრა საბჭოთა კავშირში. და თუმცა არის ეს გამოცდილება, რა მოტივი შეიძლება გქონდეს რუსეთს, რომ ფინეთში, ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოში და პოლონეთში საზღვარი გადაკვეთოს და იქ როგორც ვთქვი, სიმბოლურმა ქანთარიამ დროშა დაარჩოს სამფეროვანი რუსული. ეს რა არის? სამფეროვანი რუსული დროშა, ხო? კი, ეხლა კი სხვადასხვანაირი დროშები. რუსეთი არის იმპერია. ხო შევთანხმდით ამას. ხო, რა თქმა უნდა. და ის იცვლის უბრალოდ ფორმას, თორე იგივე ოქროს ურდოა, რომელიც შექმნა ბათო-ყაენმა. პეტრედან მოყოლებული სტრატეგიას მიყვება პეტრე, ეკატერინე მეორე, მოდი სიმართლე ვთქვათ, ბათო-ყაენიდან მოყოლებული, იქ არაფერი არ შეცვლილა. არც მსოფლმხედველობა, არც ომის ტაქტიკა, არაფერი არ შეცვლილა. ბათო-ყაენიდან, როდესაც ოქროს ურდო მე ბათო-ყაენის შვილთა შვილის პერიოდში, როდესაც დაიწყო ოქროს ურდომ შეცვლა, იქ რაღაცა გაჩნდა წითელი ურდო, მე კიდე რაღაც ურდო, ბოლოს ეს ყველანაირი ურდო გადავიდა მოსკოვში და იქედან დაიწყო მართვა. ეს არ არის ეს ზღაპარი მთელი დიდგვაროვანთა გვარები, რაც არის რუსეთში, ყველაფერი მოდის ურდოდან. იგივე შერემეტევები, იგივე რომანოვები, იგივე გალიცინები და ასე შემდეგ, ყველა არის ურდოდან. რა სჭირდება უკრაინა? უკრაინა არ არის ის, რომ ერთი ხალხი ვართ და ჩვენ პირველი პრობლემა მისთვის რაც არის, ეს არის რასაკვირველი ნატოს გაფართოვება. შემდგომ მომენტი არის, მას სჭირდება არა იმდენად უკრაინა, რამდენად ყირიმი. ყირიმით ის მართავს აღმოსავლეთ ევროპას, აკონტროლებს შავი ზღვა. ნაწილობრივ თურქეთს. ნუ შავი ზღვა თავისთავად. შავი ზღვა ყირიმი არ ყოფნის, შავი ზღვისთვის საქართველოს არის საჭირო. ამიტომ ყავს იქ აფხაზეთში. ამიტომ აფხაზეთში და ცხინვალში დგას რუსის ჯარი და გიუმრიში კიდე. ესეც გიუმრის ბაზა უფრო საქართველოს თურქეთის გასაკონტროლებელია, ვიდრე სომხეთ თურქეთის საზღვრის გასაკონტროლება. ანუ მას სჭირდება სოფლიოში დომინიონის პოზიციისთვის. რაც შეეხება ლუგანსკის და დონეცკის საბრძოლო მოქმედებას, უკრაინაში უშუალოდ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებას, ლუგანსკი და დონეცკი სჭირდება ყირიმის ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის. რომ თვითმფრინავით რთულია. რთულია, კი. ხმელეთი გზა უნდა. გემით ახლა რუსეთიდან ყირიმში იმ მცირე ზღვაში რთულია რა დიდი ხომალდით მომარაგება. ხიდი რასაკვირველია არაფრის მაქნისი არ არის და საჭირო სახმელეთო მომარაგება, ხო, სადაც იქნება რკინიგზა, სადაც იქნება მანქანების უწყვეტი ნაკადი და უკრაინელები ყოველ პარასკევს არაუფეთქებენ იქ რაღაც ხიმიჯს და არ გააჩერებენ მოძრაობას. ასე რომ ის ცდილობს აღადგინოს რუსეთის იმპერიის დიდება. რუსეთის იმპერიის დიდებაში შედის პოლონეთიც, შედის ფინეთიც და შვედეთიც. ასე რომ მათი შიში იმაზე რომ რუსი წამოვა და დაიპყრობს მათ ტერიტორიას. როგორ უნდა გააკონტროლოს ის ტერიტორია? ასე ვთქვათ, ლუგანსკში და დონეცკში რუსულენოვანი და რუსი მოსახლეობა იყო. და რაღაცა ნაწილი, რომელიც ვთქვათ, შეიძლება უჭერს ყოველთვის რუსი და ფინეთში ფინელი როგორ უნდა პოლონელი, აი მე ცოტა სიგიჟის ზღვარზე მეჩვენება ეს. რატო? არ ვიცი ესე მეჩვენება. რატო? დამემტკიცეთ რომ სიგიჟის ზღვარი 39 წელს რო შეიჭრა და კაი შუა საუკუნეებში რო შეიჭრა და პოლონეთი დაიპყრეს. შუა საუკუნეები ხო არ არის ახლა იგივე მეთოდებით შეიძლება გადმოვიტანოთ ახლაც? ჩემო კარგო, შეჭრას და ინტერვენციას უბრალოდ უცვლიან საბაბს, ხო? რაღაცა სურათში ცვლიან რაღაც ფერებს, სხვა საღებავს იყენებენ, მაგრამ იგივე სურათია, იგივე დაპყრობაა. რა? ხო იგივე ჯარი შედის სხვა ტერიტორიაზე, რა მნიშვნელობა აქვს ის ერთმანეთის ენა ესმით თუ არ ესმით? მაგრამ უკრაინა ვერ დაიპყრო და ფინეთი და პოლონეთი და ბალტიისპირეთი ვერ უნდა დაიპყროს. რუსეთს ყოველთვის ჰქონდა გაცილებით უფრო დიდი ამბიციები, ვიდრე მას. ხო, 4 წელია. ხო, 4 წელი მიმდინარეობს საწოლი. ხო, კი ბატონო. მაგ არის ის მომენტი, რომ მეორე მსოფლიო ომს როცა ძალიან წარმატებით მოიგო
რუსეთმა გერმანიასთან ომი იქ მას ეხმარებოდა ბრიტანეთიც და ამერიკაც. მართალია ქართველებს მიაჩნიათ რომ დახმარება მოხდა 40 წელს როდესაც მოხდა დესანტის გადმოსხმა, მაგრამ მშიერი ადამიანი ჩემო გარბო ვერც იომებს, ვერც ივლის 51 წლიდან ლენდ-ლიზი ამოქმედდა და რუსეთში ჩამოდიოდა საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, ტყვია-წამალი, მანქანები, დაზგები, ასაფეთქებელი ნივთიერება, თვითმფრინავები, მზა თვითმფრინავები. უკრაინაში, რა თქმა უნდა, ეხმარებოდნენ კი. ყველა რუსი ეს საბჭოთა კავშირის გმირი პილოტი ეს გმირი გახდა ამერიკულ თვითმფრინავებზე. ფოტოებია შენარჩუნებული, როდესაც რუსი პილოტები არიან ამერიკულ ქურთუკებში, საიდანაც წამოვიდა რუსული სიტყვა კურტკა? არა, პილოტკა. 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 და ამერიკული პისტოლეტები 45 კალიბრის. 1911 წლის სკორპის. იმიტომ ამბობს ტრამპი ჩვენ მოვიგეთ. კი, იმიტომ ამბობს ამერიკელებმა დაიწყეს გემების წარმოება, რომელსაც ძირავდნენ გერმანელები. აი გრენლანდიასთან ნაწილში, სანამ ისინი მიდიოდნენ ბრიტანელებთან, იქ იდგა გერმანული წყალქვეშა ნავები და ძირავდნენ ამ გემებს. და ამერიკელებს ჰქონდათ ლოზუნგი გამოკრული გემსამშენებლო ქარხნებში, ჩვენ უფრო მეტ გემს ავაშენებთ, ვიდრე გერმანელებს შეუძლიათ ჩაძირონ, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რომ გემში ადამიანი იყო და ეს გემი არ იყო დრონი, თავისით არ დაცურავდა. ხალხი იჯდა, ის ხალხი იღუპებოდა. იძირებოდა, ხო? ასე რომ ამერიკელები ზუსტად ისეთი მონაწილეები არიან იმ ომის მით უმეტეს რომ იმ დროს, როდესაც ისინი ეხმარებოდნენ რუსეთს, მათ ომი ჰქონდათ იაპონელებთან და არც თუ ისე წარმატებული, მაგრამ თავიდან დასჭირდა ატომური ბომბის ჩამოგდება, ის რომ წარმატებული ყოფილებოდა, კი ბატონო. ასე რომ იმის თქმა რა ვიცით უგულებელყოფა ამერიკელების კი სხვადასხვა ამ ამერიკელების და ბრიტანელების დახმარების უგულებელყოფა დაიწყო ხრუშოვმა. თორე თქვენ ვერ ნახავთ ვერც სტალინის, ვერც ჟუკოვის ისტორიულ მართლა დოკუმენტურ ჩანაწერს, სადაც ის უგულებელყოფს ამ მოკავშირეების დახმარებას. არ არსებობს ეგეთი რაღაცა. და ჟუკოვმა უკვე დაიწყო ხრუშოვმა უკვე დაიწყო ამის დაკნინება ამერიკელების და ბრიტანელების დახმარების. მაგრამ ისევ დაუბრუნდით დღევანდელ დღეს. ისევ და ისევ ის ტაქტიკა რაც აქვთ, აი ეს სარაკეტო და დრონების დუელი. დიახ. ეს რეალურად ეს არის დღევანდელ დღეს ყოველ შემთხვევაში მოსამზადებელი პერიოდი, რომ ჯარისკაცი გადავიდეს ერთი ტერიტორიიდან მეორეზე. და აი მერე ქვია რომ მან დაიკავა ტერიტორია. თუ ცოცხალი ძალა არ შევა, რა თქმა უნდა. დაკავებული ტერიტორია არ არის. ასე რომ სავსებით ლოგიკურია რომ მათ დანაღმეს თავიანთი საზღვრები იმის შიშით რომ რუსული ტანკი გადმოვა მათ ტერიტორიაზე. ეს არ არის და დაიკავებს. იმიტომ რომ პუტინს განაცხადი რომ ეს ბალტიისპირეთის დასაკავებელი აქვს მაგას, ხო? კი, მე მახსოვს ლეონტევი ამბობდა, სადაც 2000-იან წლების დასაწყისში ჟურნალისტის მიხაილ ლეონტევი რომ აი ეს ისე უნდა ის ვარშავის პაქტის ეს უნდა აღდგეს და მე სრულ მაშინ სრულ სიგიჟეთ მეჩვენებოდა სიმართლე გითხრა და ეხა უკვე აი ამ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ თლაც სრულ სიგიჟეთ არ მეჩვენება, მაგრამ აი როგორ უნდა დაიკავოს ისევ გავიმეორებ, როდესაც უკრაინაში ვერ აღწევს იმ სამხედრო წარმატებას მე-4 წელი დაიწყო, ხო უკვე? მე-4 წელი დაიწყო, ვერ აღწევს და ახლა პოლონეთი, ფინეთი, ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს დაკავება, ამიტომ მეჩვენება მე ცოტა იცი რა შეასაქმე ჩვენ რატომაც გონია რომ უკრაინასთან ომის დამთავრება რუსეთს ამოცანა აქვს ლვოვში შესვლა, რადგან სრული ოკუპაცია. არა, მე არ გონია ასე. არა. არანაირი პირობა, არანაირი ამოცანა არ არის ეს, როგორც საქართველოში არ იყო 2008 წელს თბილისის დაკავების ამოცანა, ისე იქ არ არის ამოცანა მივიდნენ აიღონ კიევი ან ლვოვი. მათ სჭირდებათ სახმელეთო ლოგისტიკური გზა ყირიმისკენ. თუ ამ ამოცანას შეასრულებს, ის შეიძლება ბრძოლა მიმდინარეობდეს, მაგრამ გზა უკვე ჰქონდეთ მათ. იმდენად წინ წაიწვიონ რუსები და წინ მიიწევენ ესენი ჯერჯერობით. ყოველ შემთხვევაში. დიახ. შეიძლება თუ აღადგინეს მათ ეს ლოგისტიკური გზა, ესე იგი მათ ამოცანა შეასრულეს. და ამის შემდგომ რას დაიწყებენ, უკვე კაცმა არ იცის, ხო? რომ რუსეთი შეიძლება ერთ ომს აწარმოებდეს ერთ მხარეს და მეორე ომს ძალიან წარმატებით ატარებდეს მეორე მხარეს. რუსების сардлების გამონათქვამია ეს. Бабы нарожают.
ბაბუ ცოტა ესეთი ქართულად როგორ თარგმნა არ ვიცი. ქართულად არ არის სხვადასხვაური შესაფერი. ხო და ქალი არ არის, დედაკაციცა, დედაკაცი არ არის დამაკნინებელი, სხვა ქალბატონი სხვა სიტყვა ჩვენ არ გვაქვს. დედაკაცი ეს ანტიკური ხაენა სიტყვაა და ეგრევე თქვა და ქალები კიდე გააჩენენ, ხო? კი. ანუ მსხვერპლს რუსები არ ითვლიან. ხო, ადამიანის მსხვერპლს არ ითვლიან კი ბატონო. პრობლემა არ აქვს, მაგ უფრო დიდი პრობლემა აქვს, რომ ავტომატი რო გაფუჭდეს ან ხალხი დაიხოცა. სამწუხაროდ. და თვითონ ხალხის დამოკიდებულებაც რაღაც შემწყნარებულია ასეთი დამოკიდებულების. ეს რა არის ამ ხალხს, რომელიც იზრდება ამ აგიტაცია პროპაგანდაზე? მაგრამ აქვს ძვალში და რბილში გამჯდარი თავიანთი იმპერიის იდეოლოგია რა. იმპერიული იდეოლოგია თავისთავად და იმპერიის საზღვრები, რომ აი მათი ქვეყანა არის უსაზღვრო. დღემდე არის გამონათქვამი ქვეყანა, რომელზეც მზე არ ჩადის. ნუ ეს გამოთქმა გაჩნდა ბრიტანეთის იმპერიაზე. იქ მზე არ ჩადიოდა. ხო, იმიტომ იმდენი ის ხონდა. კოლონიები ქონდა იმდენი. რუსეთში მზე ჩადის და ამოდის, არ არის მთლად ისეთი დიდი როგორც ბრიტანეთის იმპერია, მაგრამ ეს პრეტენზია აქვს ამ ხალხს. უამრავი ადამიანი, რასაკვირველია, ბევრი ჩამოდის საქართველოში იმისთვის, რომ ყაზახეთში ჩავიდა ბევრი იმისთვის, რომ გაექცა ამ რუსეთ-უკრაინის ომს. რაღაცნაირად მე მივესალმები რუსების ჩამოსვლას, ვინც გაურბის ომს და რა დეზერტირია, ჯანდაბას ჩამოვიდნენ ავიტანთ, ოღონდ არიომონ უკრაინაში. რუსების დეზერტირება საქართველოს აწყობს. მაგრამ უნდა გითხრა, რომ ამ ხალხსაც, ვინც ევროპაში არის გაქცეული, მათ ეს იმპერიული რაღაც სულისკვეთება მაინც აქვთ. გერმანიაში 19-ის გამოვიდნენ კომუნისტური დროშებით, რუსული დროშებით, შეძახილებით, რომ შეგვიძლია გავიმეოროთ და ერთი ამბავი. და რა დეპორტაცია წადეს გერმანელებმა, როგორც მახსოვს რუსების წელს მოხდა ეგ ამბავი, ვიღაცა გაადეპორტეს, გაუშვეს უკან რუსეთში. რასაც რუსები ძალიან ახშოთებულები იყვნენ, სხვათაშორის, რატო არის გერმანია მათი ეგ. თუმცა ნახევარ გერმანია კი იყო და პრობლემა. ზომ რუსეთის ხიფათი ცირა არის შეიძლება ჩვენ ვთქვათ რომ კი ამერიკა ძალიან ბრიტანეთის რაღაც იმპერიული მისრაფები რაღაც ბრიტანეთი იყო თუ იყო ხო ცირა არის დღევანდელი ბრიტანეთი აბსოლუტურად სახეცვლილია ხო კი რა თქმა უნდა ამერიკის იმპერიული რაღაც ნაბიჯები თუ ქმედებები ვერანაირად ვერ შეედარება რუსულს რუსი თუ არ მოვიდა ტანკით თუ არ შეცვალა ხელისუფლება ისე არ შეუძლია. ამერიკაც არ უხასრებს ხოლმე ხელისუფლების შეძ და ოღონდ ტანკებით არ მიდის ყოველთვის. აქ სხვა რაღაცა. აქ არის ისეთი ომი არის ორ იმპერიას შორის, ხო? ვინძორების იმპერიასა და ჩინგიზიდების იმპერიას შორის. რეალურად ეგ არის. შენ ვის მხარეს აერჩევ? ეხლა უბანში რო ჩხუბია სკოლაში ორ კლას შორის რო ჩხუბია. ხო, ერთმანეთი. მე არავის მხარეს არ ავირჩევ. შენ არ აირჩევ და შენ ორივე გცემს მაშინ. მხარე უნდა აირჩიო ამ დროს. უზარმაზარი ომი სოფლიოში მიდის ომი. ხო? ამას ვერ ვუარყოფ შენ. მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა 46 წელს სექტემბერში. მაშინვე დაიწყო ომი კორეაში, იმიტომ რომ მაშინვე საბჭოთა კავშირმა დაიწყო მცდელობა მთელი მსოფლიოს გასაბჭოების, ხო? გაწითლების. გაიუსვა უცებ გაჩნდა სადემოკრატიო ხაზი კორეაში, გაჩნდა სადემოკრატიო ხაზი ვიეტნამში და შეიქმნა ნატო, თურქეთი სასწრაფოდ შეიყვანეს ნატოში, არავის არ დაინტერესა მასთან დემოკრატიის დონე და ეკონომიკური განვითარების დონე. გამოხატვის თავისუფლება როგორ იყო და არანაირად არ აღელვებდა, ჩადში დადიან ისინი თუ იმ ბიკინებში. არავის არ აინტერესებს. ეს ხაზის ეს დემოკრატია რატო არის მოკლე კაბასთან ასოცირებული და თეკოლტეს თავისუფლებასთან რაღაცნაირად. და რატო არის სიშიშვლე თავისუფლება? მე თუ ეს მესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომ მე არ გამოვირჩევი მოგძალებული ისეთი ჩაცმულობით, მაგრამ მე მაინც არ მესმის. ნუ არ ვიცი რატომაც ეგრე მიითვლებ. ყოველ შემთხვევაში იმას თუ მოკლე კაბაცია დეკოლტე და აღვირახსნა ეს თავისუფლება. ეს ალბათ საპირისპირო მომენტი არის ჩადრის რა. ხო ალბათ ხო უფრო. თორე ნუ სხვა სიმართლე გითხრა სიშიშვლე რატოა დემოკრატია სამედიცინო ხედვით არ არის მაინც კარგი როდესაც ქალი დადის შიშველი იმიტომ კაცი ეჩვევა შიშველი ქალის სხეულს და მე პრობლემები არის ხოლმე ლიბიდოში კაცების ლიბიდოში პრობლემაა
გადავუბრუნდეთ ისე დავუბრუნდეთ ომს კი ბატონო. ისე ომსაც აქვს თავისი ლიბიდო აზარტი. კი, დიდი. ომში რო შევა ადამიანი, მერე იქ რჩება ხოლმე როგორც წესი. გამოდიან. დედაჩემის მამა მეორე მსოფლიო ომში რუსეთის შავი ზღვის საზღვაო ქვეითებში იყო და აი ბოლომდე იყო ომში რაღაცას ყვიროდა ვიღაცას რაღაც მითითებებს აძლევდა რაღაც ბრძანებებს ღებულობდა და ომობდა რა ყოველ ღამე ძილს ყოველ ღამე არ ეხლა ვიტყვები მაგრამ თუ ნახავდა რამე ფილმთან რაღაც ლაპარაკი შედგებოდა ამ ომთან დაკავშირებით რამე ომთან დაკავშირებით ღამე აუცილებლად ესიზმრებოდა ეს მეორე მსოფლიო ომი როგორ ფორსირებდნენ რაღაც მდინარეს და რაღაც ხდებოდა იმის დინარის ფორსირება კარგად მახსოვს, იმიტომ რომ რაღაც ბავშვი რო ვიყავი ერთ ოთახში გვეძინა და იქიდან მახსოვს რომ რაღაც დინარეზე გადადიოდნენ. და ისევ კითხვა ლიტვის და არა, ეხლა რა კითხვა, რა კიდე აი ეს შემე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აი ჩვენ ახლა რაღაცა ნაწილი რომ საუბრობენ კი რაღაც უმი გვინდა მე რაღაცები დაგვეცეს თავზე ხა ის რა თვითგანადგურება არის და რა მაზოხიზმია მაგრამ ნუ არის ნამდვილად არიან ასეთი ადამიანები და ასევე არიან ადამიანები რომელიც ქილიკობენ აბა ომი გინდათ და რაღაცაი თქვენ ლაჩრები ხარ და აი რაღაცად მინდა განვმარტო რომ თქვენ განვმარტოთ უფრო ზუსტად რომ რაღაცა სხვანაირია უკვე ეს თანამედროვე ომი და ჩვენ არ ვართ მზად ამ ომის ასეთი თვალსაზრისი და სხვანაირია აბსოლუტურად. ნინი ის რა შესაძლოა. ეს ხალხი რომელიც ამ ქილიკობს აბა ომი გინდა და უნდა ვიომო და უნდა შევიჭრა არც ერთ არ აქვს ომი ნანახი რა. არც ისეთი, არც ასეთი და არანაირი. გაივლის ნორმატივში, აი დარწმუნებული. ნორმატივს მაგას არ აქვს არაცებითი მნიშვნელობა. სირბილი და გაქცევა ეს არაფერი დიდად მაჩვენებელი არ არის. თვითონ სპორტული ეს ხალხი ვერ ერთვება ომში. ვისაც აქვს უნარი ჩაერთოს ომში, ის ერთვებოდა ომში, ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც ჯარში არ წავიდა, მაგრამ ომი რო დაიწყო. 2008-ში მათ შორის 2008-ში რიგები იდგა, როგორც მე ვიცი ახლა, არ მინახავს ეს იქით ვიყავი და კომისარიატები ისეთები წავიდა და წარმოვიდგენდი. ნუ აფხაზეთის ომში ახლა ბევრი მინახავს ადამიანი, რომელსაც იარაღი კი არა ომზე ფილმის ნახვა არ უნდოდა, მაგრამ აფხაზეთის ომში იყო. მაგრამ რა ხდება? იცი რა არის საქართველოს ახლა რო დაეტაკოს და მოსკოვის სასახლებად წავიდა სასაცილოა, ხო? ან დაუშვათ წარმოვიდგინოთ, რომ შვეიცარიამ მოინდომა ბერლინის აღება. ეს სასაცილოა. უდაოდ, ხო? ან თუნდაც პრაღის. დიახ. მაგრამ საქმე დგას სხვანაირად. გერმანიამ რომ მოინდომოს შვეიცარიის დაპყრობა. ო, აი უკვე სასაცილო აღარ არის. ხო? ვერ დაიპყრობს. იმიტომ რომ შვეიცარიელებმა შექმნა სისტემა ადაპტირებული თავის მოსახლეობაზე, თავის ტრადიციაზე, თავის ტემპერამენტზე, ემოციურ ფონზე და პირველ რიგში რელიეფზე. შვეიცარიის ტაქტიკა არის ის, რომ რამე ჯარი რო შევიდეს, ის ვერ შეხვდება შვეიცარიულ ჯარს მინდორში. მაგრამ ექნება ისეთი პარტიზანული ცეცხლი გარშემო, რომლის გასაჩერებლად, მოსასვენებლად და საკვების მისაღება დრო არ ექნება. ასე რომ ის მოსაზრება, რომ ჰიტლერი არ შევიდა შვეიცარიაში, იმიტომ რომ დიდი ფული იყო, ეს არის რაღაც მევახშისა და კინტოს ლოგიკა, იმიტომ რომ შევიდოდა და ეს მთელი ფული მისი იქნებოდა, ხო? რა თქმა უნდა. და რა მე მთელი მსოფლიო არ ეომებოდა მას თუ რა, მაგრამ მთელი ფული მისი იქნებოდა, ვერ შევიდა. ვერ შევიდა, იმიტომ რომ ეს არის იგივე რაც მიიღებდა რა. იგივე არის, რაც სრული აღჭურვილობით ჯარისკაცი გადახდეს ჭაობში. მე მისი ამოყვანა იქიდან გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ის რაღაც შედეგს მოიტანს დადებით იმ ჭაობიდან სროლით. იქ შეიძლება უზარმაზრი დანაკარგი მიეღო. არ შევიდა. დიახ. და არა იმიტომ რომ ის რაღაც ნეიტრალური სახელმწიფო იყო, არა იმიტომ რომ იქ დიდ ზარალს ნახავდა მისი ცოცხალი ძალა. დიახ. რის თქმას ვცდილობ, რომ საქართველოს უნდა შექმნას ისეთი ჯარი, რომ საქართველოში შემოსვლის ეშინოდეთ. ხო, დაფიქრდეს უღირს ეს მსხვერპლი და ზარალი იმათ შესვლად, კი ბატონო. და შეძლებს კი საქართველოში გამაგრებას.
ცილარი მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში გვაჩვენებს რომ ქართველები რუსებს ძალიან წარმატებით ეომებოდნენ მთაში. და რუსები აგებდნენ მთაში საქართველოსთან ომს და შემდეგ ხრიკებით, ლაპარაკით, დიპლომატიური ტყუილებით გვატყუებდნენ და შემოდიოდნენ. რასაც შეეხება ომი და მით უმეტეს ომი მთაში, რუსებს ვერ მოუგიათ ვერცერთ საქართველოში. იგივე აფხაზეთის ომი სანამ არ მოელაპარაკა შევარდნაძეს და არ დახსნეს ვერ მოიგეს საკეტები არტილერიაში და რასაც არ გადაიტანეს ყველაფერი აფხაზეთში იმას გუდაუთის რაიონში ომი ვერ მოიგეს ხო? ვერა 2008 წლის მოსამზადებელი პერიოდის ძალიან გავს ამას რომ იმის ანალიზი იყო გატარებული რომ გააუქმებინეს კომანდოსის 10 ბატალიონი გააუქმებინეს სამთო მსროლელი უამრავი რაღაც სამხედრო დაზვერვა, ბევრი ელემენტი გაუქმდა საქართველოს ჯარში, სანამ დაიწყო 2008 წლის ომი. ეს სხვადასხვა ძალიან საინტერესო თემა, მინდა ამაზე ცალკე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მომზადდა ის, რაც შემდეგ მოხდა და მომზადდა სამწუხაროდ, თითქოს შემხედრად მოქმედებდნენ რა. ხშირად ვამბობ, რომ რაც არ უნდა სცადოთ თქვენ დაყაროთ ფაზლის ნაწილაკები, კი იმის Einstein-ის თეორიის თანახმად, რამდენიმე მილიარდი ქმედების შემდეგ საერთოდ დაალაგდება, მაგრამ ერთი სიცოცხლე მაგას არ ყოფს რა. და იქ რაც მოხდა, ეს უბრალოდ სურათის გაშლა რა, გაუქმდა ის. ასე საქართველოს უნდა მოამზადოს ისეთი ჯარი, ისეთი სტრუქტურა, ისეთი დოქტრინა და ტაქტიკა, რომ საქართველოს შემოსვლა არავის არ უხაროდეს. ეს იქნება შემოსვლა კავკასიონის დიდი ქედიდან ჩრდილოეთით თუ კავკასიონის მცირე ქედიდან სამხრეთიდან. არ აქვს მნიშვნელობა. თუნდაც ზღვიდან. ზღვიდან რომ შემოდის, იქ ჯარსაც მაინც გაუჭირდება, გაშლი იმიტომ ჭაობი გვაქვს, ხო? კი. აი ამ ბუნებრივი ფაქტორის გამოყენება, რომელიც გამოიყენა შვეიცარიამ ძალიან წარმატებით, რომელსაც იყენებს პრინციპში ისრაელი, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა არის და მისი გუმბათის გაკეთება იმ კახეთის ხელა ქვეყანაა, ხო? არ არის რუსული, კი. გააკეთეს. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია თუ რა თქმა უნდა ეს კარგი ნათქვამი ფიზიკოსების ნათქვამია სხვადასხვა თუ ერთმა ადამიანმა შეძლო ესე იგი მეორეც შეძლებს რა თქმა უნდა და საერთოდ 100 თუ შეძლებს საერთოდ ყველა შეძლებს აი 100 ადამიანს მაიმუნებს 100 მაიმუნის პრინციპი 100 მაიმუნმა დედამიწაზე ბანანის ჭამა რო დაიწყო დანარჩენებას დაიწყოს ჭამა ეს ადამიანმაც მაჩვენებს კი ადამიანმაც როგორც იმან ახლა მეგონა საფუძვლად რა მოგვეწევა ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ქვეყნის დაცვის ის ელემენტი და ირანის ხიფათი იმის რომ ირანიდან წამოვა რაღაც საშიშროება უკვე აღარ გვექნება. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ ჩვენი თავის შესაძლებლობების კი ბატონო. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ ის რას ვაკეთებთ. ჩვენ ის ისტორია ვიცით რომელიც უნდოდა რომ ჩვენ გვწოდნოდა რუსეთს. რუსეთს სკოლა დავამთავრე, მერე დავიწყე გარკვევა რომ თურმე ჩვენ ბევრი ომი გვაქვს მოგებული შუა საუკუნეებში და სანამ რუსები მოვიდნენ. კი, ძალიან ერთ პროგრამაში და ერთ სკოლაში სწავლობდით, ხო? ერთი მასწავლებელი გვასწავლიდან ისტორია. სულ იყო ვავა ცუცა, რომ სულ წავაგეთ, სულ მოგვიგე, სულ დავმარცხდით. დიახ. აღმოჩნდა რომ ჩვენ მოგვიგე ეკიდებას მათ შორის რუსებთან. კი ბატონო, კი ბატონო. ასე რომ უნდა შევქმნათ ის ჯარი, რომელიც საჭირო არა იმისთვის, რომ როსტოვი ავიღოთ. რა თქმა უნდა, საჭირო ჩვენგან არავინ შატილი იმისთვის, რომ შატილი დავიცვათ. კი ბატონო. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო. აუცილებლად ამ ნარკოტიკებზე ვისაუბროთ, ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული თემაა და აუცილებლად შეიძლება ძალიან დამანგრა მე მგონი ეს საკითხი არის დივერსიის კი ბატონო მეც ესე მგონია ეს იყო დივერსია კაფელი ერის კი ბატონო გეთანხმობ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ვაყურებთ ჩვენ მეც მშვიდობებით და იმედია შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის ასე უნდა